როგორც უკვე გითხარით, პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში აირაკლი კობახიძე მედიასთან აკეთებს კომენტარს, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. დავიწყეთ ვიზიტი უზბეკეთში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორხრივი თანამშრომლობის გაღრმავება უზბეკეთთან. დღეს გვქონდა შეხვედრები პარლამენტში, ორივე პალატის თავმჯდომარეებთან, ხვალ გაიმართება შეხვედრა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და გვექნება საუბარი, რა თქმა უნდა, თანამშრომლობის ყველა მიმართულებაზე. პოლიტიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება არის მნიშვნელოვანი, ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას, როგორც მოგეხსენებათ, ამ კუთხით პოტენციალი არის ძალიან დიდი. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ჩვენი დამაკავშირებელი სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნისთვის არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა, არის ბევრი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი, მათ შორის სავაჭრო ურთიერთობების კუთხით, ინვესტიციების კუთხით, ყველა ამ თემაზე გვექნება საუბარი ჩვენს უზბეკ მეგობრებთან. ბატონო ირაკლი, ცენტრალური აზიის მეორე სახელმწიფოში იმყოფებით უკვე სტუმრად დაგეგმილი გაქვთ კიდევ ერთი. აი ეს ვიზიტები რამდენად ემსახურება იმას, რომ აბრეშუმის გზის დანიშნულება და ჩვენი როგორც შუა დერეფნის როლი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, შუა დერეფნის განვითარება, ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვაფართოებთ ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებული ძალიან ბევრ ქვეყანასთან. ეს ყველაფერი დაეხმარება, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას იმაში, რომ კიდევ უფრო მეტად განავითაროს საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობები. თქვენ იცით, რომ გასული 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის ტემპი გვაქვს ძალიან მაღალი, საშუალო ზრდა შეადგინა თითქმის 10% გასული 4 წლის მანძილზე. წლევანდელი წელიც დავიწყეთ ძალიან კარგად, იანვრის მაჩვენებელი იყო 11.1%. ჩვენთვის თავარია, რომ ტემპი არ დავაგდოთ და პირიქით კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ეკონომიკის განვითარებას და ამ კუთხით კიდევ ერთხელ გაიმერებ, რომ ჩვენს ორხრივ თანამშრომლობას უზბეკეთთან ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ ვნახეთ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა. ვისმენთ სხვადასხვა განცხადებებს არაერთი ლიდერისგან, მათ შორის უკრაინიდანაც იყო მსგავსი განცხადებები. ამ გადმოსახედიდან 3 წლის ფონზე როგორ შეგიძლია შეაფასოთ ვინცი შეინარჩუნა საქართველოს ომში, რის ხარჯზე შეინარჩუნა? ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული 3 წელიწადი, წინა 3 წელი იყო ძალიან რთული და სერიოზული ზეწოლა გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ ამ პერიოდის განმავლობაში და ჩვენ გვიწევდა რეალურად ბეწვის ხიდზე სიარული. და რეალურად რომ არა რაღაც ჭადრაგესებური გათვლები, რასაც აკეთებდა ჩვენი ხელისუფლება, რასაც აკეთებდა პირველ რიგში ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა ძალიან რთული იქნებოდა ამ წნეხის გაძლება. პირდაპირ მოთხოვნები იყო, პირდაპირ ზეწოლა იყო. გახსოვთ, რამდენად რთული იყო განსაკუთრებით ომის დაწყებიდან პირველი დღეები, როცა ჩვენ განითხოვდნენ სანქციებთან მიერთებას, რაც პირდაპირ გამოიწვევდა როგორც ესკალაციას, ასევე გამოიწვევდა ეკონომიკის ჩამოშლას, ჩვენ განითხოვდნენ მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, რაც ნიშნავდა პირდაპირ ქვეყნის ომში ჩართვას და გარდა ამისა, ჩვენ ბოლომდე ღიად მაინც არ ვსაუბრობთ იმ ზეწოლაზე, რომელიც ხორციელდებოდა დახურულ კარს მიღმა, იქ უკვე ღია ტექსტებით იყო საუბარი ომში ჩართვასთან დაკავშირებით, პარტიზანულ ომზე გადასვლასთან დაკავშირებით, ოკუპაციის შემდეგ ღია ტექსტებით მივიდა ამ ყველაფერზე საუბარი. ამას მოყვა მთელი ის, ასე ვთქვათ, პროცესები, რაც უკავშირდებოდა კანდიდატის სტატუსს, ერთადერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, იყო ჩვენი უარი ომში ჩართვაზე. გითხრეს, ჩვენ უარი კანდიდატის სტატუსზე, რასაც მოყვა რევოლუციის მცდელობა, ეს ყველა ძალიან კარგად გახსოვთ. შემდეგ წელიწადნახევარი უარი კანდიდატის სტატუსზე, ამასაც ზუსტად იგივე მიზეზები ჰქონდა. ძალიან რთული პროცესები იყო, თუმცა თავარი არის ის, რომ საზოგადოება დადგა ხელისუფლების გვერდით, რომ არა საზოგადოების თანადგომა, რა თქმა უნდა, ვერავითარი გათვლები და ვერავითარი სტრატეგიული ცვლილები ჩვენ ვერ მოგცემდა ქვეყნის გადარჩენის საშუალებას. ხალხი და ხელისუფლება იდგა ერთად და სწორედ ამან მოგცა მშვიდობის შენარჩუნების საშუალება. ბატონო ირაკლი, თქვენ თქვით, რომ სანქციების დაწესებას ითხოვდნენ თქვენი მხრიდან, თუმცა სანქციების არ დაწესება იყო ის ერთ-ერთი საკითხი, რომლის გამოც საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკა არაერთხელ დაიმსახურა. დღეს უკვე აი ამ გადასახედიდან როგორი გეოპოლიტიკური მოცემულობაც გვაქვს ტრამპის
ეს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომ უკრაინას შეუწყვეტ სამხედრო დახმარებას. აი ამ ჭრილში რამდენად სწორი იყო საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება, რომელიც თავის დროზე იწვევდა კრიტიკას, თუმცა ახლა თქვენ გაძლევთ იმის ქმნის შესაძლებლობას, რომ სწორი იყო ეს ჭადრაკისებული გათვლები. რეალურად რასაც ჩვენ ამტკიცებდით გასული 3 წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის იმ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. თქვენ წარმოიდგინეთ მაშინ ჩვენ რომ მაგალითად მიგვიღო გადაწყვეტილება სანქციებთან მიერთების თაობაზე, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის თაობაზე, რა თქმა უნდა დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი იქნებოდა სრულიად სხვაგვარად, ბევრად უფრო მძიმედ, ვიდრე თუნდაც არის უკრაინაში არსებული მდგომარეობა. დღეს ყველაფერს ეფინება ნათელი, რაც რთული აღსაქმელი იყო საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის 3 წლის წინ, 2 წლის წინ, დღეს არის ბევრად უფრო იოლი აღსაქმელი. ბატონო პრემიერო, მე გითხავთ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას სასამართლომდე 1 საათი, 1 დღით ადრე მოითხოვეს მზია ამაღლობელის გათავისუფლება, რაც მართულ გუნდში შეფასდა როგორც უცხო სახელმწიფოს სამართლებრივ საქმეებში ჩარევა. ასევე საუბრობენ თქვენ თანაგუნდელები ორმაგ სტანდარტზე. და შეგიძლიათ გითხრათ საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი. თქვენ ხედავთ რომ ეს არის ძალიან ღია და უხეში ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. მანამდე პირდაპირ ერეოდნენ ჩვენს არჩევნებში, ხო პირდაპირ და უხეშად ერეოდნენ ჩვენს არჩევნებში, ესენი იყვნენ გერმანელი პოლიტიკოსები, ესენი იყვნენ ევროკავშირის ელჩი და ეს შემდეგ ახლა პირდაპირ და უხეშად ერევიან მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. მით უმეტეს რომ გერმანია ყოველთვის იყო ცნობილი განსაკუთრებული პატივისცემით სამართლის უზენაესობის პრინციპის მიმართ და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მიმართ. გერმანიას უბრალოდ ვეღარ ვცნობთ. აბსოლუტურად შეუძლებელია გერმანიის ცნობა. ეს არის ის სახელმწიფო, სადაც განსაკუთრებულად განვითარდა სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა და დღეს ეს იდეა არის თავიდან ბოლომდე ფეხქვეშ გათელილი გერმანელი ბიუროკრატების მხრიდან. ეს არის ჩემთვის პირადად ძალიან დასანანი მოვლენა, გამომდინარე იქიდან, რომ მე მაქვს პირადად იურიდიული განათლება მიღებული სწორედ გერმანიაში და იქ როცა ვსწავლობდი, სულ რაღაც 20 წლის წინ, სრულიად სხვა რამეს მასწავლიდნენ და დღეს სრულიად სხვაგვარად მოქმედებენ გერმანელი ბიუროკრატები. ახალი კანცლერის პირობებში შეიძლება დამოკიდებულებები და მიდგომები შეიცვალოს და ბალტიისპირელების ამის იმედი დავიტოვოთ, თუ ახალი კანცლერი იქნება დამოუკიდებელი deep state-ის გავლენებისგან, გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან, ამ შემთხვევაში ცვლილებები იქნება, თუმცა ჩვენ წინასწარ გაგვიჭირდება ამის თქმა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. თქვენ ხედავთ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს კონკრეტული ქვეყნები გლობალური ომის პარტიის deep state-ის გავლენა და ეს ყველაზე კარგად ჩანს ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითზე, რომლებსაც საერთოდ აქვს დაკარგული სუვერენიტეტი და შესაბამისად საერთოდ აქვს დაკარგული ყოველგვარი პრინციპები, რაც არის ძალიან სამწუხარო ჩვენთვის გამომდინარე განსაკუთრებული დამოუკიდებულებიდან, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ესტონელი ხალხის მიმართ, ლატვიელი ხალხის მიმართ და ლიტველი ხალხის მიმართ. და აი ამ სახელმწიფოებმა ნახავდით ალბათ გააფართოეს რეჟიმი სანქციების გადაადგილებაზე შეზღუდვის. როგორ ფიქრობთ, კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოიცვა ამ ქვეყნების შესვლაზე აკრძალვამ, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესი და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ამბობთ რომ ცალფრენი მეგობრობის რეჟიმში რჩებით ამ სახელმწიფოებთან, მაგრამ როგორ? ეს აბსოლუტურად არასერიოზულია, რასაც კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლებები აკეთებენ. ჩვენ აქ მართლა გვიწევს ერთმანეთისგან გამიჯნოთ ხალხი და ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლებები არის ხალხის მიერ არჩეული, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ის, რომ ეს ხელისუფლებები განიცდიან პირდაპირ გავლენას გლობალური ომის პარტიისგან, ისინი არ არიან სუვერენული და ამ მდგომარეობაშია დღეს ეს ქვეყნები. თავისთავად მათი ნაბიჯები არის არასერიოზული. თუმცა ჩვენ უნდა დავრჩეთ კვლავაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, კიდევ ერთხელ გამემრებ, გამომდინარე იმ დამოუკიდებულებიდან, განსაკუთრებული დამოუკიდებულებიდან, რომელიც ჩვენ ქართველებს გვაქვს ესტონელი ხალხის მიმართ, ლატვიელი ხალხის მიმართ და ლიტველი ხალხის მიმართ. იგივე თემას გავაგრძელებ, თუ შეიძლება, როდესაც ბალტიისპირა ქვეყნები საქართველოს მოქალაქეებს ასანქცირებენ, მეორე მხრივ არის მოცემულობა, რომ ეს ქვეყნები მათ შორის მჭიდროდ თანამშრომლობენ რუსეთთან ეკონომიკური მიმართულებით. ეს ფაქტი რაც გეუბნება თქვენ. ესეც არის აშკარა ორმაგი სტანდარტი. თქვენ იცით, რომ მაგალითად ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა პირდაპირ ჩვენგან სანქციებთან მიერთება. ასევე ევროპარლამენტარები ამ სამი ქვეყნიდან ითხოვენ სანქციებთან მიერთებას ჩვენი ქვეყნისგან. ამ დროს მაგალითად ლატვია და ლიტვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის წარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეც ვაჭრობენ
ალკოჰოლური სასმელებით, კონკრეტულად ღვინით რუსეთის ფედერაციასთან. ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი, ხელის გულზე დევს უპრინციპობა, ასე ხდება, როდესაც კონკრეტული ქვეყანა ექცევა გლობალური ომის პარტიის არსებითი გავლენის ქვეშ და ეს ვითარება ამ სამი ქვეყნის შემთხვევაში. აქვე ამ თემასთან დაკავშირებით ყვარლის ევროკლუბის ხელმძღვანელი ოპოზიციის მხარდამჭერი ნიკა გურინის განცხადება ვნახეთ ჩვენ, სადაც საუბარი არის მადლობას უხდის ის ამ ქვეყნებს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის, ასევე ნინო ევგენიძე, რომელიც ოპოზიციასთან დაკავშირებული ორგანიზაციის ხელმძღვანელია, ისიც მადლიერია ამ გადაწყვეტილებით. ზოგადად როგორ შეაფასებთ თქვენ იმ გამოხმაურებას, რომელიც ამ ადამიანებისგან მოდის? ეს არის ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის ხელწერა, რას საკეთებდნენ ასეთი ადამიანები ერთი საუკუნის წინ ბოლშევიკების სახით, იგივე საკეთებენ დღეს კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები. ხო, არაფერი განსხვავება არ არის. განსხვავება არის მხოლოდ ქვეყნებში, დამოკიდებულება არის ზუსტად იგივე, როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან კონკრეტული ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა და რა თქმა უნდა, ეს ქართულმა საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს. კანონმდებლობაში დაგეგმებასთან დაკავშირებით კითხავთ თუ შეიძლება ვენეციის კომისიის დასკვნა ვნახეთ, რომ კომისია ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსსა და შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების გადახედვის რეკომენდაციას გასცემს. ამდენად შეიძლება რომ ქართულმა მხარემ გაითვალისწინოს ეს რეკომენდაცია. რეალურად ნახავდით რომ საერთოდ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს მათ ამ მოთხოვნას. ზოგადად შემიძლია გითხრათ რომ ვენეციის კომისია არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურა. იმ არასერიოზულობის ფონზე, რაც ზოგადად არის ევროპულ სტრუქტურებში დამკვიდრებული, ამ ფონზეც კი ვენეციის კომისია გამოირჩევა საკუთარი განსაკუთრებული არასერიოზულობით. სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრიდან ეს ინსტიტუცია გარდაიქმნა ჩვეულებრივ პოლიტიკურ ორგანოდ, რომელიც ემსახურება გლობალური ომის პარტიის ინტერესებს. ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გვარში წერს ხოლმე პოლიტიკურ დასკვნებს, რაც საერთოდ არ არის ვენეციის კომისიის საქმე. შესაბამისად, მათ დასკვნებს ჩვენ სერიოზულად ვერ მივიღებთ. კეთილინებონ დადონ სამართლებრივი დასკვნები და განვიხილავთ სერიოზულად, მაგრამ პოლიტიკა არ არის ვენეციის კომისიის საქმე. ჩვენ არ გაგვიგზავნია. კი, თვითონ გააგზავნეს, ჩვენ არ გაგვიგზავნია, შესაბამისად მათი საქმეა, რასაც წერენ. უკრაინის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ კახა კალაძის უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის წოდება ჩამოართვეს, როგორ შეაფასებთ? არ ვიცი, ამაზე როგორ შეიძლება სერიოზული კომენტარი გაკეთდეს, მე არ ვიცი, უბრალოდ არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადაცდა ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება. თუმცა ნუ აქ არასერიოზულობაც არ არის თავარი პრობლემა. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოსგან პირდაპირ ითხოვდა მეორე ფრონტს. ამას აკეთებდა მაგალითად უშროების საბჭოს მდივანი უკრაინის, ამას აკეთებდა პრეზიდენტის თავარი მრჩეველი. თავად უკრაინის პრეზიდენტმა გაიწვია ელჩი საქართველოსდან ორი საბაბით. ეს იყო მებრძოლი მოხალისეების არ გაგზავნა მთავრობის ოფიციალური თანხმობით და ეს იყო სანქციებთან არ მიერთება. ხო, ამ ყველაფრის ფონზე, ეს არასერიოზულობა საერთოდ არ იმსახურებს არავითარ კომენტარს. ბატონო პრემიერო, მედია რეგულაციებს კითხავთ დღეს პარლამენტში მსჯელობდნენ, კიდევ ერთხელ მოგამეტოთ, რატომ დადგა აუცილებლობა რომ შემოსულიყო ეს რეგულაციები? თქვენ ხედავთ, რომ კონკრეტული მედია საშუალებები საქართველოში არიან პოლარიზაციის მთავარ წყაროდ ქცეული, რაც არის მათ შორის აღიარებული ევთო ოდირის დასკვნებით. და რა თქმა უნდა ეს არ შედის საზოგადოების ინტერესებში. საზოგადოებას უნდა სიმშვიდე და საზოგადოებას უნდა რასთავარია სიძულვილისგან დაცლილი და სწორი ინფორმაციის მიღება მედია საშუალებებისგან. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც საჭირო ამ კანონის მიღება სიძულვილისგან და სიცრუისგან უნდა იყოს დაცლილი ქართული მედია. ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ეგზისტენციური ამოცანა, ასე ვიტყოდი. თავიდან ბოლომდე ხელოვნურად თავსმოხვეულია ეს სიძულვილი და სიცრუე, რასაც ხედავთ ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოებაში. ამ მეთოდებს იყენებენ კონკრეტული ძალები ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, იმისათვის რომ ასეთი რამ დასულდეს, ან მინიმუმ შეიზღუდოს, საჭიროა შესაბამისი კანონების მიღება. ალბათ დარწმუნებული ხართ, რომ ამ გადაწყვეტილებას და ამ კანონების მიღებას აუცილებლად მოყვება კრიტიკაც მათ შორის, ან შიშები და ვარაუდები თუ ეჭვები, რომ ხელისუფლება ამ კანონებს იყენებს დამოუკიდებელი ობიექტური თავისუფალი მედიის შესაზღუდად. როგორ მოახერხებთ, რომ ისე მიიღოთ ცვლილებები და შემდეგ ისე ამოქმედოთ, რომ ეს არ იყოს აღქმული როგორც თავისუფალი სიტყვის დევნილება?
პირველ რიგში ვინ დარდობს ამ კანონზე გადავხედოთ. ხო, ეს არის სამი კონკრეტული ტელევიზია თუ ორი დარჩა აღარ ვიცი რამდენია, კონკრეტული ტელევიზიები, რომლებიც ემსახურებიან სიძულვილს და სიცრუეს გარე დაკვეთების საფუძველზე. სხვას რატომ არ აღელვებს ეს ცვლილებები? ხო, არიან კონკრეტული ტელევიზიები, რომლებიც ემსახურებიან სიძულვილს და სიცრუეს ჩვენს ქვეყანაში, ამ ყველაფრის დათესვას, პოლარიზაციის გაღვივებას, რადიკალის და მარტო ისინი დარდობენ. მხოლოდ ეს ტელევიზიები დარდობენ. აქედან ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს. რატომ არ აწუხებს სხვა ტელევიზიებს ის, რომ მათ არ შეეძლებათ სიძულვილის და სიცრუის ტირაჟირება, იმიტომ რომ ეს არ არის ალბათ მათი ინტერესებში, მაგრამ არიან კონკრეტული მედია საშუალებები, რომლებსაც აქვთ ერთ-ერთი დაკვეთა დათესონ მაქსიმალურად სიძულვილი და სიცრუე ჩვენს ქვეყანაში და მხოლოდ ისინი დარდობენ და მათი პოლიტიკური პარტიები დარდობენ. რაც შეეხება აღსულებას, ყველაფერი იქნება ძალიან მარტივად. ყველას შეიძლება დააკვირდეს იმ გადაწყვეტილებს, რომელსაც შესაბამისი სახელმწიფო ორგანო მიიღებს. იმიტომ რომ კაფეო კრიტერიუმებია განსაზღვრული დღეს მოქმედი კანონითაც, რომ აქ დიდი სივრცე ასე თქვათ ინტერპრეტაციისთვის არც არის დატოვებული. ეს ნორმები მანამდეც მოქმედებდა, უბრალოდ იყო არაეფექტური იმის გამო, რომ თვითრეგულირების სივრცეში ხდებოდა შესაბამისი ნორმების აღსულება, აქედან გამომდინარე საერთოდ არ ხდებოდა მათი აღსულება. თვითრეგულირებიდან ეს ყველაფერი გადავა რეგულირებაში, ანუ კონკრეტული სახელმწიფო ორგანო იქნება პასუხისმგებელი შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაზე, დანარჩენ საზოგადოება დააკვირდება და საზოგადოება იმშელებს იმაზე, თუ რამდენად ობიექტურად მოქმედებს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტი. ბატონო ერეკლეს სამშობლოს ასე პირველი მოსმენით განიხილებოდა დღეს საკანონმდებლო ორგანოში ითქვა ღიად რომ ფარა ჩაანაცვლებს არსებული უცხოური კანონების გამჭვირვალობის კანონს, თუმცა არის ბევრად მკაცრი და ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უნდა მოიცვას, ისედაც ამბობენ რომ როგორც წინა შემთხვევაში არც ახლა აპირებენ რომ დაემორჩილონ ამ ახალ კანონს. ხო, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ ამერიკული ფარას კანონი დიდად არ მომწონს, თავად ამ კანონპროექტის ინიცირება ინიცირებს იდეა ძალიან მომეწონა ერთი მარტივი მიზეზის გამო. გახსოვთ ურცხვით ყუილი, რომელსაც ავრცელებდა მაგალითად ამერიკის ყოფილი ელჩი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ის ამბობდა, რომ ამერიკული კანონი იყო ბევრად უფრო რბილი, ვიდრე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. ეს იყო სამარცხვინო ყუილი. დღეს ყველაფერს ნათელი მოეფინა, აქედან გამომდინარე პარლამენტარებმა მიიღეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება სიტყვით ამერიკული კანონის თარგმნის და მისი ინიცირების თაობაზე. დანარჩენს დავილოდოთ, რა თქმა უნდა, ეს კანონი არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ეს კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, თუმცა სიცრუეს მოეფინება საბოლოო ჯამში ნათელი და იქნება ეფექტური მექანიზმები ამოქმედებული იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა საქართველოში. მით უფრო აქტუალურია ეს ყველაფერი, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ხელისუფლება პირდაპირ საუბრობს იმ დანაშაულებრივ მიზნებზე, რომლებსაც ემსახურებოდა USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამისი ფონდების დაფინანსება, აქედან გამომდინარე აქტუალობა კიდევ უფრო მეტად გაზრდილია ამ კანონის და პარლამენტმა უნდა მიიღოს რა თქმა უნდა შესაბამისი კანონმდებლობა. სამშობლოს ღალატის შესახებ ჩანაწერი ბრუნდება კანონმდებლობაში, რის პრევენციას უზრუნველყოფს ეს ჩანაწერი კიდევ? კიდევ ერთხელ ისტორია რომ გავიხსენოთ, ომის დაწყებამდე, ვიდრე სააგაშვილის რეჟიმი ომს დაიწყებდა ერთი თვით ადრე დაინიცირეს შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში და ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთ თვეში მიიღეს კანონი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას. ანუ კონკრეტულ ძალებს ჰქონდა დაგეგმილი ღალატი, ეს ღალატი ჩაიდინეს და ამისათვის ამოიღეს ღალატის შესახებ მუხლი, სხვადასხვა არა მარტო სისხლის სამართლის კოდექსიდან, არამედ საქართველოს კონსტიტუციიდანაც კი. ანუ ეს იყო ჩვეულებრივი დაგეგმილი ღალატის ქრონიკა და საკანონმდებლო ცვლილებების, საკონსტიტუციო ცვლილებების იყო ამის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ იმისათვის გვჭირდება ღალატის შესახებ ჩანაწერის აღდგენა ჩვენს ქვეყანაში და კანონმდებლობაში, რომ მაქსიმალურად მოხერხდეს ღალატის პრევენცია. რა თქმა უნდა, სრულ პრევენციას ვერც ერთი კანონი ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერებს, უფრო მეტად შეეშინდებათ მომავალში ჩაიდინონ სამშობლოს ღალატი. ეს არის ჩვენი ოპტიმისტური გათვლა. ასევე საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით გენდერთან დაინჯებზე მინდა კითხოთ, ტერმინი გენდერი ქალის და მამაკაცით ჩანაცვლდება, ასევე საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხდება არასამთავრობოების მონაწილეობის ვალდებულება. რას ემსახურებოდა ეს ცვლილებები? რაც შეეხება სქესს და გენდერს, არავითარი განსხვავება არ არსებობს ამ ორ შორის, თუმცა არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ რომ რაღაცნაირად განსხვავება წარმოაჩინონ ამ ორ ცნებას შორის. ჩვენ ვერავითარ ზღვარს ვერ გავავლებთ ამ ორ ცნებას შორის. სქესი და გენდერი არის ერთ და იგივე
რამ ეს არის ჩვეულებრივად სინონიმები და როგორც სქესი არის 2, ასევე გენდერიც არის 2 კონკრეტული NGO-ების მოსაზრებებისგან განსხვავებით. ეს 1. რაც შეეხება NGO-ების საჯარო გადაწყვეტილებების ჩართულობას, კი ბატონო, ჩართულობის თემას. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. თქვენ იცით, რომ იყო თავსმოხვეული მოვლენა, როდესაც საჯარო ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში პირდაპირ იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები. არასამთავრობო ორგანიზაციას იმიტომ ქვია არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ ის საზოგადოების გადმოსახედიდან აქტიურობს და არ არის ჩართული უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებაში ხელისუფლების მხრიდან. აქ იყო ჩვეულებრივად აღრეული ეს პროცესები, შესაბამისად ჩვენ ვაწესრიგებთ ლოგიკიდან გამომდინარე ამ ურთიერთობებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია უნდა დარჩეს საზოგადოებრივი ორგანიზაციად და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ სახელმწიფო ორგანოებმა. ეს არის უმარტივესი სამართლებრივი ლოგიკა, რომელსაც დაეფუძნა ამ კანონის მიღება.